დღემშვიდობისა BMG-ს პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის როა, რომელსაც მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში მე ჟურნალისტი ლიკა მეგუთნიშვილი გავუძღვები და საინტერესო სტუმრებთან ერთად გაგიზიარებთ საქმიან ამბებს. რა თემები გაერთიანდება ჩვენი დღევანდელი გადაცემის ფოკუსში, ვნახოთ ამის შესახებ ანონსი და რამდენიმე წამში უკვე პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. საქმიან კვირას და ხუთშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 13 მარტს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ანა მაზანიშვილს და სალომე ბერაიას. საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებს საქართველოს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული უფლება ჰქონდეთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება. ამიტომაც ონკოლოგიურმა პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა შეადგინეს პეტიცია და ითხოვენ სრულყოფილ და თანაბარ ხელმისაწვდომობას დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. პეტიციის დეტალებზე ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი იქნება ქალების ნარატივის სტუმარი. პეგას ტურისტიკ ჯორჯიას გენერალური დირექტორი სალომე ბერაია პეგას ტურისტიკ აზერბაიჯანსაც უხელმძღვანელებს. აზერბაიჯანული კომპანიის სიახლეებსა და გეგმებზე და ზოგადად 2024 წლის გამოწვევებსა და 2025 წლის ყველაზე მოთხოვნა ტურისტულ მიმართულებებზე უკვე 2 ქვეყნის ჭრილში ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერში თავად სალომე ბერაია ისაუბრებს. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. ონკოლოგიური პაციენტებისთვის დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაზე სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობის, ასევე მკურნალობის შედეგებსა და მონაცემების მონიტორინგის უზრუნველყოფა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ამ მოთხოვნებით ონკოპაციენტებმა და მათმა ახლობლებმა შეადგინეს პეტიცია, რომელსაც უკვე 4000-მდე ხელმომწერი ჰყავს. როგორია დღეს ონკოპაციენტების მდგომარეობა საქართველოში და რა საჭიროებების წინაშე დგანან ისინი, რა უბიძგათ პეტიციის შექმნისკენ. თემაზე საუბარს ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტთან ანა მაზანიშვილთან ერთად განვაგრძობთ. ანა მაზანიშვილმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესიით კიბერნეტიკოსია. 2020 წლიდან არის ფსიქოკონსულტანტი და კოუჩი. 2022 წლიდან არტ-თერაპევტი. ამჟამად ორგანიზაცია ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტია. ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი არის ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. ანა, დღემშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და აი მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც თქვენ და თქვენი ორგანიზაცია უდგას სათავეში. პეტიციაზე დავიწყოთ, ამ კითხვით მინდა რომ გავხსნათ ჩვენი ინტერვიუს ნაწილი. რა საჭიროებებმა განაპირობა რომ მიუყვეთ აი ამ მოთხოვნების, ასე ვთქვათ, კორელაცია ერთად და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ მათ შორის არა მხოლოდ ონკოპაციენტებმა, მათმა ახლობლებმა მოქალაქეებმა ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენც დავაფიქსიროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ერთგულება აი ამ მოთხოვნებისადმი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე უბრალოდ პატარა შესავალს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ძალიან ბევრი წლის განმავლობაში სწორედ პაციენტების საჭიროებებისთვის და მოკლედ ყველა იმ ონკოსერვისის ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის, რაც გვჭირდება რეალურად. მე თავად ონკოპაციენტი გახლავართ და ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში სწორედ პეტიციის საფუძველზე მიმართავდა შემდეგ სახელმწიფოს და თითქმის ყველა ის პეტიცია, რომელიც გვქონდა წინა წლებში, ყველა ასე ვთქვათ, შესრულებულია და კარგი შედეგები გვაქვს ამ მხრივ. რეალურად ჩვენი მოთხოვნები არის სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსება, ეს რაც არის ერთ-ერთი ძირითადი, ასე ვთქვათ, სამიზნე და იმ მედიკამენტების
დაფინანსების პროგრამაში ჩასმა, რომელიც ამ ეტაპზე ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია გეიდრუდა, რომელიც დიდი საჭიროებაა და უბრალოდ ზურადღირებული მედიკამენტია და გვინდა რომ აუცილებლად იყოს ხელმისაწვდომი ონკოპაციენტების, იმიტომ რომ ეს მათი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. და ნახეთ როგორ არის, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სკრინინგული პროგრამა, რომელიც სკრინინგი მოიცავს მოიაზრებს თავის თავში რომ ჯანმრთელი პოპულაციის მონიტორინგს და თუ რამე საჭირო გამოჩნდება, აი მას მერე უკვე სკრინინგის შემდეგ იწყება კვლევები დიაგნოზის დასმამდე. აი ის შუალედური კვლევები, შუალედური რა ის კვლევები, რომელიც არის სადიაგნოსტიკო კვლევები და ღირს ძალიან ძვირი, მოგეხსენებათ საქართველოში ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა როგორია და ძალიან ბევრი პაციენტი, ადამიანი აი სკრინინგის მერე შეიძლება აღარც იტარებს კარგავთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ აღარ მოდის სანამ არ შეაწუხებს რამე სიმპტომი და აი ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ უკვე დაგვიანებული მიმართვა არ იყოს პაციენტი ისე იქიმთან, ზუსტად აი ამის მობილიზება გვინდა რომ სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე. ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ 2024 წლის 1 იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ფაქტობრივად აი ძალიან დიდი მოცვა აქვს მედიკამენტების და ქიმიას ხილვები, ანუ ფაქტობრივად 100% ფინანსდება უმეტესი მკურნალობა. აი რამოდენიმე დასახელების მედიკამენტიც, რომელიც ახსენეთ წეგან, რომელიც გვინდა რომ ჩაჯდეს ასევე საყოველთაო დაფინანსებაში, იმიტომ რომ ამ ეტაპზე არის როგორ თქვა, რეფერალური პროგრამით დაფინანსება, ეს არის მხოლოდ ინდივიდუალურად და თანაც რამდენს დაუფინანსებენ წლის განმავლობაში, ესეც არ ვიცით და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან პაციენტები და აი ევრო განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს კრიტიკული მნიშვნელობა ამ მედიკამენტების, აი ამ დიაგნოსტიკური კვლევების, რაზეც ახლა არის აი ამ პეტიციის ფარგლებში საუბარი, რამდენად საჭირო და გადაუდებელი ამბავია ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, აი ამის გარეშე რა რეალობის წინაშე დგანან დღეს პაციენტები, მათ შორის რა საფრთხე ემუქრებათ მათ ჯანმრთელობას? კი ბატონო, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კიბო განაჩენი არ არის და მართლაც იმდენი ისეთი ნაბიჯებით წავიდა ონკოლოგია წინ, რომ დიაგნოსტიკაც გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის, საქართველოში გვაქვს ამ ძალიან კარგი სპეციალისტები ყავს, ასევე მკურნალობა იყო აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის და ძალიან ბევრი წელი ვიბრძოდით იმისთვის და ახლა მკურნალობაც ხელმისაწვდომია, მაგრამ ნახეთ რაში გვაქვს ასე ვთქვათ გეფი. რეალურად თუ კი პაციენტს დიაგნოზი არ დავუსვით, ანუ რას უნდა ვუმკურნალოთ? აი ზუსტად ის რომ ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე. აი ის სადიაგნოსტიკო კვლევები, რომელიც ნუ არაერთ სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვა ეს პაკეტი გვჭირდება. ეს ყველაფერი შემუშავებულია, City Cancer Challenge არის ესეთი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2019 წლიდან მუშაობს საქართველოში და ამ პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავებულია ის პაკეტები, რომელიც დაუშვათ სხვადასხვა დიაგნოზის დროს არის საჭირო. ამაზე შეთანხმებულიც არის სახელმწიფოსთან და შარშან მარტიდან უნდა დაწყებულიყო წესით ეს კვლევები და ზუსტად ამიტომ გვაქვს ვიცით რომ სახელმწიფოს აქვს ამის ქონდა ამის მზაობა და ყველაფერი შემუშავებულია, ყველაფერი დალაგებულია, გაკეთებული, უბრალოდ აი ეს კეთილინება და ერთი ნაბიჯი არის საჭირო. აი რატო ვერ მივიდა ასე ვთქვათ ეს მზაობა, როგორც აღნიშნეთ, რატო ვერ ითარგმნა ნაბიჯში? აი ამ ერთი წლის განმავლობაში, არ ვიცი, თუ გქონიათ კომუნიკაცია ან ახლა ამ პეტიციის გამოქვეყნების ფარგლებში, აი რა პასუხები ისმის? როდის შეიძლება რომ ველოდოთ რაღაცა კონკრეტულ აი პეტიციის ხელმოწერების შეგროვებას ველოდებით და აუცილებლად გვექნება შეხვედრა უკვე ჯანდაცვის სამინისტროში და გეტყვით რომ ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ასე ვთქვათ კომუნიკაცია გვაქვს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოკლედ ყველაფერ ამაზე ჩვენ კიბოსთან ბრძოლის დღეს შეხვედრაც გქონდა, მრგვალი მაგდა გქონდა, გავაჟღერეთ ყველა ის საჭიროებები, იყვნენ ექიმები, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, ერთად ვიმსჯელეთ. ჩვენ წლებია ამას ვაკეთებთ და ზუსტად ვიცით, რომ როდესაც სწორად დალაგებული, სწორად მიწოდებული ინფორმაცია და მოკლედ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, აი ასე კარგად დალაგებული, სტრუქტურირებული, ასე ვთქვათ, მოთხოვნებით და ერთადერთი ის არის, რომ პეტიციაზე ძალიან გვჭირდება მხარდაჭერა საზოგადოების, იმიტომ რომ
ეს კეთდება საყოველთაო საქმე ყველასთვის, იმიტომ რომ ონკოლოგია მარც განსხვავება იცის, ვინ არის არც სოციალური სტატუსი არაფრის მიხედვით და კი ბატონო და ამიტომ გვჭირდება რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს დიაგნოსტიკაც, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა მკურნალობა და ზოგადად ჩვენი მთავარი სამიზნე არის რეაბილიტაციაზე კი ვერ ვსაუბრობთ ჯერ, მაგრამ ესეც ალბათ სამომავლოდ ბრძოლის საგანი იქნება. მთავარი არის რომ ონკოსერვისები იყოს ხელმისაწვდომი 100%-ით. იმიტომ რომ პაციენტი დიაგნოზი ისედაც ძალიან მძიმე მოსასმენია, არა მხოლოდ პაციენტისთვის, მისი გარემოცვისთვისაც და მოკლედ და პლუს სტრესს რო ემატება უკვე ხარჯების ნაწილი. ფულზე იფიქროს თუ იმაზე რომ უკვე გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. აი პეტიციაში როგორც ნახე, საუბარი იყო მათ შორის ბაზის შექმნაზეც და აი ამის საჭიროებაზეც. კი ბატონო, ანუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მიდიხარ თუნდაც სახელმწიფოსთან რამე მოთხოვნას, სახელმწიფოს არ აქვს მნიშვნელობა, როცა რაღაცას ითხოვ, აუცილებლად უნდა იცოდე ის მონაცემები, რასთან გვაქვს საქმე. დაუშვათ თუნდაც შარშანდელი პროგრამით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან ძვირფას და სხვათა შორის წეღანურო კითხვა დავსვით, რომ რატომ ვერ მოხდა ამ ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ ეს სისტემა გადაეწყო მთლიანად, ანუ 33 მედიკამენტი დასახებ ძვირად ღირებულ მედიკამენტზე ვსაუბრობ, რომელიც სახელმწიფომ პირდაპირ შესყიდვის წესით შემოიტანა და ძალიან დიდი ცვლილებები მოყვა ამ სისტემაში. სასწავლო ცვლილებები განხორციელდა. მეცაც გეტყვით, რომ ადრე თუ პაციენტი დარბოდა აფთიაქ თუ და ეხლა ის მედიკამენტები უკვე მოდის ქიმიოთერაპიის გადასხმისთვის. პაციენტი მხოლოდ მოდის კლინიკაში, აკეთებს რა ქვია პროცედურებს, ემზადება გადასხმისთვის და უკვე წამალი არის კლინიკაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქიმიის დროს, ქიმიოთერაპიის დროს ისედაც დასუსტებული პაციენტი კიდევ არ უნდა დარბოდეს და ესეც სხვათა შორის 2023-ში ძუძუსკიბოს ასე ვთქვი ინიციატივა ერქვა, ესეც საერთაშორისო პროექტი იყო და ესეც როგორც პაციენტების ორგანიზაცია და პაციენტის ხმა ყოველთვის მნიშვნელოვანია და მოსმენადი, ჩვენ წარვადგინეთ როგორც ასე ვთქვათ ინიციატივა. და რა ვიცი, გეტყვით რომ მთელი სამყარო შეჯერდა რომ პაციენტის ხმა უნდა მოისმინონ, ეს საჭიროებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და თან მით უმეტეს შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ მიერ წარმოებული ასევე ანუ შენი სიცოცხლე შენს ხელშია ეს კამპანია, რომელიც სწორედ ადრეულ სკრინინგს შეეხება. აი ყველას მიმართულებით ვართ ჩართული, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს, რაც შეიძლება ადრეული დიაგნოსტიკა მოხდეს და მოკლედ მოგეხსენებათ ადრეული დიაგნოსტიკა სწორედ სიცოცხლის გადარჩენის და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების გარანტია. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და აი ამის ფარგლებშიც არაერთი კამპანია მათ შორის ევროპადონ და საქართველოსგანაც მოგვისმენია, წაგვიკითხავს, გვინახავს და ასე შემდეგ. რამდენად შეიცვალა რეალობა, თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში, არ ვიცი, ბოლო 5-10 წლის განმავლობაში თქვენ როგორც გნებავთ თავისუფლება გაქვთ ამ შეფასებაში, ეს რომ ჩვენ რაღაცა სიმპტომების, რაღაცა ჩივილების მერე კი არ მივიდეთ, ამას დავასწროთ და ეს მუდმივად იყოს თანდებით ჩვენი და მით უმეტეს, როდესაც სკრინინგი არსებობს, რომელიც აი ჩვენნაირი ქვეყნისთვის არის ფუფუნება, გეტყვით რომ ბევრ წამყვან ქვეყანასაც არ აქვს ეს სისტემა ასე დალაგებული და მოგვარებული და ჩვენ გვჭირდება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. თბილისში კიდევ მეტნაკლებად მიმართვიანობამ მოიმატა. გარკვეული მიზეზების გამო იქ ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ რეგიონებში გვაქვს საკმაოდ მძიმე სიტუაცია. შარშან მთელი ფაქტორი ნახევარი წელი ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, წელსაც დავიწყეთ, იმიტომ რომ ადგილზე თუნდაც დაგვინახონ გამარჯვებული ქალბატონები, რომლებიც კიბორო განჩენი არ არის და რომ ხშირად რას იმიზეზებენ, რომ მეშინია რამე არ მითხრან და ცუდი არ მინდა რომ მოვისმინო და ზუსტად ეს არის რომ რაღაცა თუნდაც ის მივიტანოთ ადამიანებამდე, რომ როდესაც ცუდი
რაღაც უნდა მოვისმინოთ, ჯობია რომ ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ, იმიტომ რომ ეს ბევრად მარტივია შემდეგ. ბევრად მარტივი არის ამის მარტო. აი რატომ როგორ ფიქრობთ ეს კამპანიები, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ხო? არ მუშაობს, იქამდე არ ჩადის, არ იჯერებენ ამას, რომ აი არ არის კიბო განაჩენი, რომ კურნალობას ნამდვილად აქვს აზრი. თუ აი ასე ვთქვათ, რას უკავშირებთ აი შედარებით დაბალ მომართვიანობას თუნდაც რეგიონების მასშტაბით. და რამდენად დიდი სამუშაო არის საჭირო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის თვალსაზრისით, არ უცხოელი ორგანიზაციების თუ სახელმწიფოს კუთხით. ჯერაც ანუ სტიგმა ის რომ ანუ ადამიანებს სტერეოტიპული აზროვნება აქვთ და მოკლედ ამ სტიგმის მსხვერპლი ვართ რეალურად, იმიტომ რომ 2012 წელს როცა მე დამედგინდა დიაგნოზი და ტელევიზიით პირველად ვთქვი რომ მე კიბო მაქვს და ეს იყო ჩვეულებრივი შოკი, იმიტომ რომ როგორ შეგიძლია რომ აი ამ ცუდ თემაზე, ამ ძიმე თემაზე ესე ღიად ისაუბრო. ზუსტად იმიტომ საუბრობდი რომ ანუ ონკოპაციენტი ეცოდებოდა ყველას და მე არ მინდოდა რომ ვინმე შევცოდებოდი და პირიქით ეს ჩემი ხმამაღალი მესიჯი იყო რომ შემხედეთ მე კიბო მაქვს, მაგრამ ანუ ამაზე ისე თავისუფლად საუბრობ რომ არაფერი შესაძლოა არ მაქვს. პირიქით ძალიან ძლიერი გოგო ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ და აი ეს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ იმ ჩემ დიაგნოზის დროს რა სირთულეებიც მქონდა, რაც არ მქონდა ხელმისაწვდომი, დღეს ეს ყველაფერი ყველა ადამიანის, მათ შორის ეს ჩვენი ვარდისფერი სივრცე, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს და აი ძალიან ბევრ ადამიანს მართლა ამ წლების განმავლობაში ათასობით ქალბატონის სიცოცხლის გადარჩენაში გვაქვს მიღებული მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი შეიქმნა ზუსტად იმიტომ რომ მე როგორც ონკოპაციენტმა ვიცოდი სად როდის და რა მჭირდებოდა და რა არ მქონდა და გარწმუნებთ რომ ან ყველაფერი მართლა ის საბოლოო შედეგი რაც უნდა დადგეს რომ რეაბილიტაციის ასე ვთქვათ ჩათვლით ყველაფერი იყოს მოცული ამას მივახცევთ აუცილებლად იმიტომ რომ ამ ყველაფერზე საუბრის უფლებას მაძლევს ზუსტად ის გამოცდილება. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ხმამაღლა საუბარი, ამის გაზიარება, იმიტომ რომ შემდეგ ეს ამას ეძლევა ხოლმე რაღაც ჯაჭვური ეფექტი და ერთი ადამიანის ისტორია ხდება ბევრისთვის ძალიან დიდი мотиваცია მაგალითი, რომ ასეთივე ბრძოლით გააგრძელონ ცხოვრება და საბოლოოდ დაამარცხონ აუცილებლად ეს დაავადება. რა სჭირდებათ დღეს ფინანსების მიღმა, ასე ვთქვათ, გამოწვევებზეც ვისაუბროთ, რა არის ის მთავარი გამოწვევები, რასაც ონკოპაციენტები თუნდაც ცნობიერების დამოკიდებულების თვალსაზრისით, მათ შორის საზოგადოების მხრიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი რა გამოწვევებს ხვდებით აი ამ ნაწილში, აქაც სად გვიჭერს ყველაზე მეტად? სწორედ იმ დამოკიდებულებას, რაც ადრე იყო, დავუშვათ, გარკვეულწილად შევცვალეთ. და პირიქით ისეთი სავსე ცხოვრებით ცხოვრობენ ახლა ეს გოგოები, რომ თამამად შემიძლია ისეთ ფოტოსესიებს ვაწყობთ, ისეთ პოდიუმებს საქართველოში და საერთოდაც გასაოცარ ამას გეტყვით, რომ 27 თებერვალს მილანის Fashion Week-ში მივიღეთ მონაწილეობა და ონკოპაციენტებმა წარმოვადგინეთ თინათი მაღალაშვილის ჩვენება მოდელებთან ერთად, მაგრამ 8 ქალბატონი ვიდექით ასე ვთქვათ პოდიუმზე და აქედან ერთ-ერთი იყო მეოთხე სტადიის პაციენტი. ეს რეალურად არის ის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ საზოგადოების დამოკიდებულება აუცილებლად შესაძლებელია ჩვენ სრულფასოვანი ცხოვრებით ვაგრძელებთ იმ ტკივილის, იმ დისკომფორტის, იმ შრამების და დასახიჩრებული სხეულის მიღმა, როგორებიც ვართ სინამდვილეში, მაგრამ გარეთ ზუსტად ის სიცოცხლის სიყვარული გამოგვაქვს. და ჩვენი მაგალითი ჩვენ ძალიან ბევრი ვართ ორგანიზაციაში მთელ საქართველოს მასშტაბით და გეტყვით რომ ბათუმში რეფერალური საავადმყოფოს განყოფილება გაიხსნა ჩვენი ფოტოებით და ყველა პაციენტმა სიამოვნებით იმუშავა, იმიტომ რომ ეს მათთვის არის დამატებითი სტიმული, ენერგია და თან კიდევ სხვებისთვის ყველაზე მეტად რა აძლიერებთ, განსაკუთრებით ქიმიის დროს რო ადამიანები არიან და აი ყველა აქტივობაში იღებენ მონაწილეობას, მათ ზუსტად ის აძლიერებთ, რომ თუნდაც ერთი ადამიანისთვის მაგალითად იქცევიან, რომ
ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება და არ უნდა დავხუროთ არც ერთი კარი, პირიქით ყველგან უნდა შევიდეთ თამამად. აი ამის მიტანა გვინდა ყველა ადამიანამდე და რა ვიცი, ეს ჩვენი ხმამაღალი განცხადება არის. თუნდაც ხმა რო არა მოვიღოთ ცოცხალი ჯაჭვით, ვაერთიანებთ ჩვენს ძალას და ვამბობთ, რომ კიბო განაჩენი არ არის. ნამდვილად და მინდა რომ სანამ ერთი წუთი კიდევ გვაქვს ბოლო კითხვით შევაჯამოთ ევროპა დონას საქმიანობა 20 წელია ლამის უკვე. კი. ბაზარზე ხართ 19 წელია და 2006 წელიდან არის საქართველოში. საქართველოში ხარ წარმოდგენილი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება თამამად ასეთი თქვას პროექტიც დაგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში თქვენს ანგარიშზე. ახლა რაზე არის ფოკუსი? თუნდაც 2025-ის გეგმები, რა მიმართულებით გაქვთ გაწერილი? პაციენტის ჩვენ ვართ საერთაშორისო სერტიფიკატით სერტიფიცირებული პაციენტთა ადვოკატები და ჩვენი წლევანდელი წელიც რეგიონებიდან დაწყებული და პაციენტთა სკოლებით დამთავრებული ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს ჩანიშნული და მოკლედ აქტიურად ვცდილობთ ყველა წელს უკეთესი და უფრო მეტი მოცვა აქვს ამ ყველაფერს და ძალიან მახარებს, იმიტომ რომ გალფის ბილბორდებზე ვიყავით 2014-ში. ანუ უთმო ქალბატონებთან ერთად და ეს იყო ჩვენი პირველი უთმო ქალების ფოტოსესია და ერთ-ერთი ქალბატონი კლინიკაში დამინახა მიცნო და მითხრა, რომ ქალბატონო ან მე, როდესაც გავდიოდი ქიმიოთერაპიას და დილით ბილბორდს ვხედავდი ფანჯრიდან ვიყავი ძალიან ესეთი მედგრად და მობილიზებული, რომ ვიცოდი, რომ განაჩენი არ იყო ეს ყველაფერი და გავევლიდი და მადლობა იმისთვის, რომ აი ეს ყველას მხარდაჭერა, პეტიციაზე ხელმოწერა, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ყველაზე საჭირო თემა, იმიტომ რომ უნდა გადარჩეს ძალიან ბევრი ადამიანი. და ყველა შეგვიძლია აი ამ პეტიციაზე ხელმოწერით დავუდგეთ გვერდით ამ ადამიანებს და ჩვენც ვართ ერთიანი საზოგადოება და ეს ერთიანობა ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ვაჩვენოთ და ასე ვთქვათ, ის კრიტიკული საჭიროებები, პრობლემები ერთად გადავჭრათ. ძალიან დიდი მადლობა ანი, წარმატება თქვენ და თქვენს ორგანიზაციას ევროპა დონას საქართველოს პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. რეკლამაზე უნდა გავიდეთ, თუმცა მანამდე გიტოვებთ სიუჟეტს. მსოფლიოს მასშტაბით დღეს მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობა 5 მილიარდს აჭარბებს, ინტერნეტით კი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 5 მილიარდ 560 მილიონი ადამიანი სარგებლობს. ასეთივე მასშტაბურია მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობის მონაცემებით. მოკლედ ამ ყველაფერს გიჯამებთ უახლეს სტატისტიკას მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე ქვეყნებს და ყველაფერს ერთად სიუჟეტის სახით შემოგთავაზებთ. გაეროს მოსახლეობის განახლებული მონაცემები აჩვენებს, რომ დღეს დედამიწაზე 8 მილიარდ 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც 70 მილიონი ადამიანით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დღეს კი მობილურ ტელეფონს 5 მილიარდ 780 მილიონი ადამიანი იყენებს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 70.5%-ია. ბოლო 12 თვის განმავლობაში მობილური აბონენტების რაოდენობა 112 მილიონით არის გაზრდილი, რაც წლიურად 2%-ით მომატებული მაჩვენებელია. აღნიშნული მონაცემები ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობასაც ითვლის, რომლის მიხედვითაც 2025 წლის დასაწყისში ინტერნეტს ჯამში 5 მილიარდ 560 მილიონი ადამიანი მოიხმარს. ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის განმავლობაში 136 მილიონით გაიზარდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ცვალებადია, მობილური მომსახურების ყველაზე მეტი აბონენტი მსოფლიოს მასშტაბით ჩინეთს ყავს. ბოლო 2023 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯამში აქტიურია 1 მილიარდ 810 მილიონი აბონენტი. მობილური მომსახურების აბონენტების მიხედვით მეორე პოზიციას ინდოეთი იკავებს, სადაც ჯამში 1 მილიარდ 140 მილიონი მომხმარებელი ფიქსირდება. სამეულში ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთთან და ინდოეთთან შედარებით მკვეთრად ნაკლები მაჩვენებლით. შტატების მასშტაბით მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა 386 მილიონია. ქვეყნების რეიტინგში მეოთხე პოზიციას ინდონეზია იკავებს. ქვეყანაში ჯამში 352 მილიონი აქტიური აბონენტია. ხუთეულს კი ჩვენი მეზობელი რუსეთი ავსებს, რომლის მობილური მომსახურებების აბონენტთა რიცხვი 245 მილიონია. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი მობილური ოპერატორების აბონენტი თურქეთში ფიქსირდება, სადაც მათი რაოდენობა 92 მილიონს აღწევს. შემდგომ მოდის აზერბაიჯანი 11 მილიონი აბონენტით და სომხეთი 3 მილიონ 960 აქტიური მომხმარებლით.
რაც შეეხება საქართველოს 2024 წლის ბოლო მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ჯამში 5.648.065 აბონენტია. რაც შეეხება მსოფლიოში მოქმედ წამყვან მობილურ ოპერატორებს, მსოფლიოში კავშირგაბმულობის წამყვანი კომპანიები ძირითადად მომხმარებელთა რაოდენობისა და შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება. 2025 წლის მონაცემებით მსოფლიოში წამყვანად შემდეგი 5 კომპანია ითვლება. ერთ-ერთი პირველია China Mobile. ჩინეთის კავშირგაბმულობის სახელმწიფო გიგანტი, რომელიც ფოკუსირებულია ჩინეთის ბაზარზე. მომხმარებელს კი ფართო მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებებს თავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია Vodafone Group-ია. ეს არის ბრიტანული მრავალეროვნული კორპორაცია, რომელიც ევროპასთან ერთად აფრიკასა და სხვა რეგიონებში ოპერირებს. მასშტაბის და მომსახურების გავრცელების მიხედვით კომპანიებს შორის ხუთეულში ხვდება ამერიკული AT&T. ამერიკული კორპორაცია მობილურ ფიქსირებულ და ინტერნეტ მომსახურებებს შეერთებული შტატების მასშტაბით უზრუნველყოფს. ხუთეულში კიდევ ერთი ამერიკული გიგანტი Verizon Communications. მსგავსად წინამორბედისა კორპორაციის მთავარი ფოკუსი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ის მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებებს ვრცელებს. ხუთეულს კიდევ ერთი ჩინური გიგანტი ავსებს. საუბარია China Telecom-ზე. ეს ჩინეთის სახელმწიფო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის მომსახურებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ კომპანიებს შორის კონკურენცია ძლიერი და მუდმივად ცვალებადია. ამიტომ მათი რეიტინგი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი საქმიანი მაყურებლისთვის ამ თუ სხვა ჩვენი ეთერებიდან კარგად ნაცნობ სალომე ბერაიას მასპინძლობთ, რომლის კარიერულ ცხოვრებაშიც სიახლეა ის მხოლოდ პეგას ტურისტიკ ჯორჯიას დირექტორი აღარ არის და საქმიან პორტფელს პეგას ტურისტიკ აზერბაიჯანის ხელმძღვანელის პოზიციაც ემატება. ამ სიახლის შესახებ ვრცლად და დეტალურად, ისევე როგორც აზერბაიჯანის ბაზრი, სადაც ხადია, არა მხოლოდ ამ ყველაფრის შესახებ სალომე თავად მოგვიყვება სულ რამდენიმე წამში. სალომე ბერაია დამოუკიდებელი ჯერ კიდევ 14 წლიდან გახდა, როცა პირველ გაცვლით პროგრამაში მოიპოვა დაფინანსება. ადრეული ასაკიდან აქტიურად მონაწილეობდა კონფერენციებსა და სასკოლო ოლიმპიადებში. მე-11 კლასში ფოთის წლის საუკეთესო მოსწავლედ დასახელდა. უნივერსიტეტშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩააბარა. იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტიც. უნივერსიტეტის პარალელურად თურქული ენის კურსებს ესწრებოდა თურქეთის საელჩოში, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ თურქეთის საელჩოს დაფინანსებით კვლავ გაემგზავრა თურქეთში, ქალაქ სტამბულში, პროფესიულ კოლეჯში სასწავლებლად. სალომე ბერაია პეგას ტურისტიკ ჯორჯიას და ამიერიდან უკვე პეგას ტურისტიკ აზერბაიჯანის გენერალური დირექტორი არის ჩვენთან ერთად. სალომე, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და სანამ ესე იგი ტურიზმს ჩავშლიდეთ და ავიაციას დეტალურად, მინდა რომ აი ამ სიახლით დავიწყოთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ თავადვე გაავრცელეთ აზერბაიჯანის ბაზარიც აი ამასობაში გახდა, ასე ვთქვათ, თქვენი საქმიანი პორტფელის შემადგენელი ნაწილი. რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს, რატომ გადაწყდა, რომ არა მხოლოდ ერთ ბაზარს, არამედ უკვე ორი მიმართულებით იქნებით ხელმძღვანელი და როგორ გაანაწილებთ ერთ სალომეს აი ამ ორ ქვეყანაში, ესეც ძალიან საინტერესოა. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სტუმრად მოწვევისთვის, მადლობა რომ დავგვიტმეთ ეთერი. ძალიან მიხარია რომ ესეთი ხშირი სტუმარი ვარ თქვენი ეთერის და ბედნიერი ვარ პირველად თქვენთან გავაჟღერო ეს სიახლეები. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნა ხელმძღვანელობის მხრიდან, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. წინაპირობა არ ქონია, არანაირი წინა მოლაპარაკებები, ვთქვათ, არ იყო ამაზე საუბარი, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ის პროექტი, რომელიც 13 წლის განმავლობაში ჩვენ დავნერგეთ საქართველოში, იყო წარმატებული და ეს გახდა რა თქმა უნდა საწინდარი იმის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, ვთქვათ, კიდევ გაეფართოვებინათ ჩემი მოღვაწეობის არეალი. თუმცა იქნა გამომდინარე, რომ საქართველო არის პატარა ბაზარი და ცოტა ხელფეხშეკრულები ვართ სიახლეების დანერგვის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ ბოლო წლები სულ გვაქვს არასტაბილური სიტუაცია, მთელი რიგი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც ძალიან უშლის ხელს ავიაციასა და ტურიზმის სფეროს განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ყველა სფეროს არალდება ბუნებრივია, თუმცა ჩვენ ვართ ის სფერო, რომელიც პირველ დარტყმას იღებს ყოველთვის. მოგეხსენებათ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კრიზისი
გამოვიარეთ, ბევრი კრიზისი გადავლახეთ. ეს ბოლო პერიოდიც, როდესაც გვაქვს ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა და პოლიტიკური სირთულეები, სამწუხაროდ არ არის გამონაკლისი და მოქმედებს როგორც გამყვან ტურიზმზე, ასევე შემომყვან ტურიზმზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით დაზარალდება შემომყვანი ტურიზმი. მე გავაჟღერე წინასწორობის დროს, რომ საქართველოს ბოლო ახალი პროექტი იყო პეგასისთვის, ჩვენი კომპანიისთვის, რომ მაქსიმალურად დიდი დრო დაგვეთმო შემომყვან ტურიზმზე. ამ კუთხით განვითარებაზე, თუმცა სუსტად მაშინ, როდესაც ეს საპილოტო პროექტი ჩაეშვა, სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე რომ ვერ დავძარით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გაგვიუქმებია, უბრალოდ დროებით არის შეჩერებული, როგორც კი შევძლებთ უკვე აქტიურად ყველაფრის გაგრძელებას, რა თქმა უნდა დაუბრუნდებით ამ პროექტს. რაც შეეხება აზერბაიჯანის ბაზარს, ძალიან მონათესავე ბაზარია. ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მე მქონდა ხშირი ვიზიტები, ჩემთვის ნაცნობი ბაზარია, თუმცა რა თქმა უნდა იქნება ბევრი სირთულე, გამოწვევა, მაგრამ პირველ რიგში რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია არის ის, რომ ძალიან აქვთ განვითარებული ტურიზმი, განსაკუთრებულ დიდ ყურადღებას აქცევენ შემომყვან ტურიზმს, თვითონ სახელმწიფოს მხრიდან ამაზე ხდება ძალიან დიდი რესურსის დახარჯვა და ეს უკვე აისახება დიდ კომპანიებზეც. ჩემი როდესაც ჩავედი და ერთი კვირის განმავლობაში ვეცნობოდი ზოგადად სურათს თუ რა ხდება, სად არის იქ ჩვენი კომპანია წარმოდგენილი. 8 წელია უკვე არსებობს პეგას ტურისტიკი აზერბაიჯანის ბაზარზე. საქართველოს უფრო ძველი ოფისია. ჩვენ ვართ პირველები საქართველოში, ამიერკავკასიის რეგიონში, როდესაც პეგას ტურისტიკმა 2012 წელს გადაწყვიტა შემოსვლა და დაისახა მიზნად საქართველოს ყოფილიყო ჰაბი. და ჩემი გადანაწილებაც, ეგრევე ვთქვათ, მიუთითებს იმას, რომ ჩვენი კომპანია დღემდე ინარჩუნებს თავის პოზიციებს და გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენთან ხდება, საქართველოს დარჩეს ჰაბად მთელი ამიერკავკასიის, რაც ჩემთვის მართლა სასიხარულოა, შეიძლება და პირიქით ყოფილიყო, ვთქვათ, ან ყაზახეთის, ან აზერბაიჯანის, ან სხვა ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ქვეყნის რომელიმე ხელმძღვანელი ყოფილიყო ამ ყველა ჩამოთვლილი ოფისის ხელმძღვანელი, თუმცა როგორც ქართველი, ჩემთვის აამაყვა ის, რომ საქართველოს პროექტი, საქართველოს ოფისი, ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმატება, ეს არის მთელი ჩემი გუნდის წარმატება, ჩემი კოლეგების ყველასი, ვინც ტურიზმის სფეროშია, ჩვენ ყველა მერთად შევძელით ეს, რომ თქვათ, მოგეხსენებათ, ეს კომპანია არის საერთაშორისო კომპანია, არის უცხოელი ინვესტორების დაფუძნებული, შესაბამისად სასიხარულოა, როდესაც თვითონ ქვეყანა, თვითონ პროექტი, როგორც ქართული პროექტი და თვითონ ოფისი არის მათთვის წარმატებული და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც აამოყვა, როდესაც ჩემს კანდიდატურას უკვე განიხილავენ სხვადასხვა ბაზრებისთვის. რაც შეეხება შეთავსებას, რა თქმა უნდა, რთული იქნება, თუმცა განსხვავებული სპეციფიკაა, მესმის რომ ჯერ რაღაცა ახალია და შესაბამისად მოსათელია ეს ბაზარი, მაგრამ აი საქართველოს შედარებით თუ უკვე წარმოგვიდგენიათ რომ აქ რაღაცა სხვა სირთულეები დაგხვდება, სხვა გამოწვევები. რა თქმა უნდა, ბევრად რთული ბაზარია, ბევრად დიდი რესურსის ჩადება მოგვიწევს, არა მხოლოდ მე მთლიანად ჩვენს გუნდს, არის დიდი გამოწვევები, პირველ რიგში გამომდინარე იქედან, რომ არის დიდი კონკურენცია, ბევრად დიდი ვიდრე საქართველოში. ჩვენი კომპანია არ არის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც იქ ოპერირებს, არის სხვა ბევრი უძლიერესი საერთაშორისო კომპანიები, დაახლოებით 5-მდე. მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო რთულია. ფეხის მოკიდება ბაზარზე, ასევე განსხვავდება ძალიან იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მხარჯველუნარიანი ტურისტია აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, მდიდარი ქვეყანა, ნავთობიდან გამომდინარე, შესაბამისად ის ბიუჯეტი, რა ბიუჯეტიც ვთქვათ საქართველოსთვის არის აპრიორი და ჩვენთვის ვთქვათ არის ნიშა იმის, რომ აი შეიძლება მოლოდინი იმის, რაც აქვს ქართულ მომხმარებელს, აბსოლუტურად განსხვავდება იმ მოლოდინისგან, რაც არის აზერბაიჯანულ ბაზარზე. თუმცა მე ველოდები ძალიან ველოდები იმ ფაქტს, რომ მალე გაიხსნას სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის და აქედან მოყოლებული უკვე აბსოლუტურად სხვანაირად დავძრავთ ახალ პროექტს, რომელიც მოიაზრებს ამ ორი ბაზრის და რა თქმა უნდა ამ ორი ოფისის გაერთიანებასაც. იქიდან გამომდინარე, რომ საერთო ხელმძღვანელი და დირექტორი ეყოლებათ, მინდა რომ მაქსიმალურად საერთო პროექტები გაკეთდეს.
იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი რეისი სრულდება ბაქოს მიმართულებით და ბევრი ტურისტი ჩამოდის ბაქოში. მინდა რომ აუცილებლად გავაკეთოთ კომბინირებული ტურები ამ ტურისტებისთვის. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია იყოს სახმელეთო საზღვარი გახსნილი, იმიტომ რომ ყველას ვერ შესთავაზებთ გადაფრენას. უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ვთქვათ, ბაქოში ჩამოსული ტურისტებისთვის ასევე შემათავაზებინა საქართველოში მოგზაურობა, რაც ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი პორტფოლიოს მომხმარებლისთვის, მათთვის უფრო ბიუჯეტურიც გამოდის, როდესაც ერთი მოგზაურობის დროს ორ ესეთ ქვეყანას ნახულობ და რა თქმა უნდა, უფრო საინტერესოც და უფრო მრავალფეროვნებით გაჯერებული. ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა, რომელიც დარწმუნებულია, როგორც კი საზღვარი გაიხსნება, ძალიან წარმატებით ამუშავდება, თუმცა იმედი მაქვს აი მაისში და ხუთწლიანი ჩაკეტილობის შემდეგ გატყდება ეს ნავსი და ეს შესაძლებლობაც გვექნებათ თქვენ და ტურისტებს ცხადია. ჩვენი პირველი გათვლა არის ის, რომ მაქსიმალურად ეს ორი ბაზარი მოვახდინოთ ისე, რომ იყოს ერთმანეთთან კოორდინაციაში, ავიღოთ, თქვა, მათი შემომყვანი ტურიზმის გამოცდილება გადმოვიტანოს საქართველოში, ქართული ოფისის გამყვანი ტურიზმის გამოცდილება უკვე გადავიტანო აზერბაიჯანში და რაღაცნაირად ეს ორი ოფისი ერთმანეთში ჰარმონიულად ავაწყო. არაჩვეულებრივი გეგმები გაქვთ სალომე მიზნები და იწვით არ მეპარება საქართველოს ბაზარზე თქვენმა ოპერირებამ პრინციპში აჩვენა კიდეც რომ ეს არის ძალიან მარტივი ამოცანა პრინციპში შეიძლება უფრო რთულად ჟღერდეს მაგრამ თქვენთვის დარწმუნებული ვარ რომ ყოველთვის ზურგ სიმხელა გამოცდილება გიმაგრებთ რომ ეს ასე იქნება აუცილებლად საქართველოს ბაზარზეც მინდა რომ ვისაუბროთ ნებისმიერი турბულენტური მდგომარეობა პირველ რიგში ყოველთვის ისახება ხოლმე ჩვენ ამაზეც ვსაუბრობდით ტურიზმზე, ხო? აი რაღაცა კრიზისიდან კრიზისამდე გვიწევს და განსაკუთრებით სფეროს წარმომადგენლებს გიწევთ მუშაობა. ამ შემთხვევაში ჯერ როდესაც ვსაუბრობდით პანდემიაზე, პანდემიური რაღაცა იქ წნეხი არ იყო, ბოლომდე მოხსნილი იყო ომი, შემდეგ მეორე ომი ისრაელში, აი ეს გაურკვეველი სიტუაცია, რაც წარმოიქმნა საქართველოში, რუსული კანონები, უკვე აი ეხლა ეს პოლიტიკური კრიზისი, რაც არსებობს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რა რეალობის წინაშე აყენებს ტურიზმს და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ოქროს ხანაზე, იგივე 2016-17 წლებზე მაგალითად, აი რამდენად შორეული პერსპექტივა გვაშორებს თუნდაც იმ პერიოდთან დაბრუნებაზე, გადაჭარბებაზე აღარ მაქვს საუბარი. ჩემი სუბიექტური აზრია, იმ ოქროს პერიოდს ჩვენ არც განვიხილავთ, ვართ ძალიან რეალისტები. ფაქტურად ბოლო 5 წელია ვმუშაობთ ფორს მაჟორულ გარემოებაში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ძალიან სწორად ქრონოლოგიურად ჩამოთვალეთ ყველა ის კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ და ისეთი პატარა ქვეყნებისთვის და ისეთი პატარა ბაზრებისთვის, როგორიც არის საქართველო, ეს არის ასმაგად უფრო მტკივნეული. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არა აბსოლუტურად ყველა კადრი შევინარჩუნეთ პანდემიიდან მოყოლებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიას ეკონომიურად არ გაუჭირდა. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გამოვლა. პოსტ-კოვიდური გარემოება არ იყო დასრულებული, როცა ეგრევე დაიწყო პირველი ომი. პირდაპირი კავშირი ჰქონდა ჩვენს საქმიანობასთან, შემდეგ როგორც ახსენეთ, შემდეგი მეორე ომი, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირში იყო ჩვენს საქმიანობასთან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, საქართველოსთან აქტუალურია ის მიმართულებები, სადაც არის მასიური მოთხოვნა, მას ტურიზმზე ვსაუბრობთ, გაყვანის შემთხვევაში ეს არის ნომერ პირველი მიმართულება თურქეთი, იქ მთელი თავისი მრავალფეროვანი სანაპიროებით და რეგიონებით, ასევე ეგვიპტე, რომელიც იძულებულები ვიყავით შეგვეჩერებინა ეგვიპტის რეისები უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე მართალია ეგვიპტე არ იყო ჩართული ამ საომარ მოქმედებებში, თუმცა ეს იყო მეზობელი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც საერთაშორისო კომპანია, პირველ რიგში ჩვენი ვალდებულება, ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხოება. ამიტომ თითქმის 6 თვით შეჩერებული გქონდა ოპერირება. წარმოიდგინეთ კომპანიისთვის რამხელა დარტყმა, როდესაც 6 თვე არ სრულდება რეისები. შესაბამისად, ესეც გადავაგორეთ. თუმცა რა თქმა უნდა, მაქსიმუმ 7-8 თვის ინტერვალით ისევ ახალი კრიზისი დაიწყო, რომელიც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, როგორც
რა თქმა უნდა ტურიზმში დასაქმებულისთვის და ასევე ცალკეულად როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ეს არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა პირველ რიგში და ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის გატანა სხვა ბაზრებზე ჩვენ არ ვკურირებთ მხოლოდ ამიერკავკასიას მოგეხსენებათ ეს არის საერთაშორისო კომპანია რომელიც ძალიან აქტიურად ოპერირებს როგორც აზიაში ასევე ევროპაშიც რამოდენიმე დღის წინ ვიყავით ყველაზე დიდ გამოფენაზე ბერლინში სადაც მთელი ევროპის ტურისტული სააგენტოები და ტუროპერატორები შევიკრიბეთ და ყველასთვის არის ძალიან მტკივნეული ამ ფონის ყურება რაც ხდება საქართველოში. ამიტომ დროებით ჩვენ სფეროში ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად დაგვაკვირდეს ჯერჯერობით შეიკავოს თავი შეკვეთებზე, დიდ შეკვეთებზე ჩვენ საუბრობთ ისეთი რაოდენობით ადამიანების მიღებაზე, რომელიც თქვათ განისაზღვრება მხოლოდ მაის ტურიზმის ჭრილში, ანუ კონფერენციები, ჩვენი პროექტი იყო ზუსტად ეს, რომ ყველა ის, ყველა არა, მაგრამ სადღაც 10% მაინც რომ წამოგვეღო ის ნაკადი, რომელიც თქვათ ჩვენ მქონდა თურქეთში მაის ტურიზმის ჭრილში. რაღაცნაირად საქართველოს შემეთავაზებინა როგორც ერთ-ერთი საინტერესო ალტერნატივა, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი გვაქვს იმისთვის თავისი ინფრასტრუქტურით, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმარ მასპინძლობით, ჩვენი სამზარეულოთი ღვინი და ასე შემდეგ. ეხლა არ ჩამოვყვები ყველა იმ დეტალს, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, ხომ? ეს პორტფოლიოში ზის, თუმცა ყველა იყო აქტუალებული, ყველას მოსწონდა, მაგრამ გვეუბნებოდა, რომ აი ცოტა ხანი შევხედოთ, დაველოდოთ, ყველა ცდილობს, რომ რაღაცნაირად საფრთხეთ ჩნება სასტორის მეორე პინაზე, რაც ეჭვის თვალით გვიყურებენ. შესაბამისად, ეს ინტერვალები ყველაფერი რაც იზრდება დროში, რა თქმა უნდა, მოქმედებს ბიზნესის სწორად და ხარისხიანად ფუნქციონირებაზე. თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ აღდგენა წამოვიდე, ხა აი ამაზე უნდა ვისაუბროთ, სანამ კიდევ გვაქვს ჯერ ცოტა დრო დარჩენილი. როგორი არის ახლა რეაბილიტაციის პროცესი მძიმე გასული წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ პირველი როგორ დაიწყო და მათ შორის ეს არის პერიოდი, როდესაც წინასწარი ჯავშნები კეთდება ხოლმე ზაფხულისთვის აქტიურად. რა დინამიკა შეიმჩნევა, მოთხოვნადი მიმართულებები, სტატისტიკა თუნდაც გასულ წელს რომ შევადაროთ, რა სურათი გვაქვს აქ სახელმწიფო? გასულ წელთან შედარებით ძალიან დიდი ვარდნა. მიუხედავად იმისა, რომ გამოვდივართ ნელ-ნელა ამ კრიზისული სიტუაციიდან, მე ვერ ვიტყოდი, რომ უკვე აღდგა ყველაფერი. სამწუხაროდ ეს არ არის რეალობა. ის ფონი, რაც ახლა არის ჩვენი მომხმარებლებიდან, ისინიც იკავებენ რაღაცნაირად თავს. რა თქმა უნდა, მომართვამ იმატა, ბუნებრივია, თუმცა თუ შევატარებთ, მე პროცენტულადაც შემიძლია, იმიტომ რომ ზუსტად დავთვალეთ ჩვენ ეს 35%-იანი ვარდნაა იმ მონაცემების 35 ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. შარშან ჩვენ ამ დროს უკვე მარტის შუა რიცხვებში ჩვენი რეისების, ზაფხულის რეისების სადღაც 60-65% უკვე ჩახურული ვქონდა. ანუ იმდენად აპრობირებული გახდა ბოლოს ნაადრევი ჯავშნების კონცეფცია ქართველი მომხმარებლისთვის. თუმცა წელს ნაადრევი ჯავშნები თითქმის გამოვტოვეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ნაადრევი ჯავშნები იწყება დეკემბერში. იანვარში, თებერვალში ეს არის ძალიან აქტიური პერიოდი იმისთვის, როდესაც მართლა შეგვიძლია ვისარგებლოთ აი ამ ბენეფიტებით. მაგრამ უკვე მარტის შუა რიცხვებია, მარტის ბოლოს ფასები შეიცვლება, აიწევს, ანუ 1 აპრილიდან უკვე დაუბრუნდება თავის საწყის ფასებს და მე შემიძლია ვთქვა, რომ ქართულმა მომხმარებელმა სამწუხაროდ ეს ნაადრევი ჯავშნების უპირატესობა გამოტოვა. მოგვიწია ამის გამოტოვება. იმედი გვაქვს, რომ რა თქმა უნდა ნელ-ნელა მოიმატებს, თუმცა პროგნოზები არ გვაქვს ისეთი, რაც რა თქმა უნდა გქონდა შარშან. არც მოლოდინი გვაქვს იმის, რომ რაღაც ერთ თვეში და ორ თვეში სურათი შეიცვლება საგრძნობლად. მთავარია რაღაცნაირად ესე სტაბილურად მივყვეთ და შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და თქვენს კითხვას გავცემ პასუხს, რაც თავში და ამით დავასრულოთ, იმიტომ რომ დრო აღარ გვაქვს აი ეს ერთი წინადადებით და თუ გაგვიძვირდება მოგზაურობა. მოგზაურობა აუცილებლად გაძვირდება, ყოველწლიურად ზვირდება, ვისაც ვთქვათ, ეხლა შეუძლიათ აგეგმოს თავისი შვებულება, ვურჩებდი, რომ 1 აპრილამდე შეძლოს ამ ყველაფრის გაანალიზება, რომ ისარგებლოს ნაადრევი ჯავშნების ბენეფიტებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, სალომე. პეგას ტურისტიკის ორივე ოფისში და ორივე პოზიციაზე პრინციპში ხელმძღვანელი ერთი ხარ, მაგრამ რაღაცა იმდენად სხვადასხვა სპეციფიკის ბაზარია, რომ აი ამ საქმეში გისურვებ ძალიან დიდი წარმატებას და პრინციპში
გეგმებით ძალიან ბევრი გექნება და ამასაც აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს როგორც საქართველოს ისე უკვე აზერბაიჯანის ჭრილში და შემდეგ უკვე გავუზიარებთ ჩვენ საქმიან მაყურებელსაც. სალომე ბერაია, პეგას ტურისტიკ ჯორჯიას გენერალური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ასეთი იყო ქალების ნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით. დროებით.